ეს მინდა შემოგთავაზოთ არომატები, რომლებიც არის აბსოლუტურად სხვადასხვა კულტურიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა ეროვნების მიერ დამზადებული არომატები და ვიწყებ ყველაზე ეგზოტიკურით ჩემთვის, რომელიც არის იაპონური არომატი, მეგობრებო. ეს არის მეგობრებო შირო არომატი, ბრენდი არის შირო და არომატს ქვია სავონი, ანუ საპონი. შეფუთვა სიმართლე გითხრათ, ძალიან ისე არ ეს არის ქილა, მაგრამ არ მომწონს მე პირადად შეფუთვა, იმიტომ რომ მაგონებს სერუმებს, ანუ სერუმის ქილა მგონია, ძალიან ესეთი იაფასიანი პლასტიკის თავსახური აქვს, ესეც ძალიან ესეთი სახის სპრეის უფრო გავს ვიდრე არომატს. კიდევ ერთი ამბავი არის ის, რომ ეს იხსნება და არის რეფილებლი. კიდევ ერთხელ უფრო მაგონებს, აი იცით, სამოგზაურო ისინი რო იყიდება, ერთჯერად იქილები, აი იმას გავს. ანუ შეფუთვა ჩემთვის არის ძალიან პრიმიტიული, ძალიან ისეთი არაიზიდი, როგორ გითხრათ, მაგრამ აქ საუბარი არის არომატზე. გრილი, მაგრამ ამავე დროს, ანუ არის მასში ციტრუსოვანი არომატებაც აქვს, ასევე სიგრილის, რაღაცა სუფთა ჰაერის არომატს ტოვებს და გარდა ამისა, სადღაც აქვს მას ხილის სიტკბო. ესეთი დიდი მიქსია, სადაც ერთდროულად გრძნობ როგორც სიგრილეს, ასევე ანუ გურმანულ სადღაც ქვედა ნოტებს და არის ასევე სადღაც ხილის არომატები. თუ როგორი აი ასეთი სილაღის ენერგიის მატარებელი არომატია. აი, როდესაც გინდა უბრალოდ გახვიდე საზოგადოებაში, მაგრამ ამავე დროს იყო არა ასეთი არომატულად როგორ გითხრათ, არომატულად შეუმჩნეველი, არამედ პირიქით შესამჩნევი, მაგრამ აბსოლუტურად სასიამოვნო, ეს ძალიან დაღლილი და ისეთი ვარ ხოლმე, აი მაშინაც ეს არომატი არის როგორ გითხრათ, აი გუნება განწყობილებას გისუფთავებს, აი ტვინს ასუფთავებს ფაქტიურად ჩემ შემთხვევაში, აი შემდეგი არომატი ზერჟოფი და ზერჟოფის Cruz del Sur 2. მე არ მეყოფა სიტყვები აქ ასახსნელად ამ არომატის, ვისაც ხელი მიგიწვდებათ ზერჟოვზე და ასევე არის ეს არომატი ახლოს, აი შეგიძლიათ რომ დატესტოთ, გეხვეწებით რა, აი დატესტეთ და მითხარით რას ფიქრობთ. ძალიან ზოგადად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ეს ის არომატია, რომელიც მე მინდა მქონდეს ვედროებით სახლში, ასე შემასხას ვიღაცამ ყოველ დღე. აი ასეთი არომატია, მეგობრებო. ნუ რა თქმა უნდა პრეზენტაცია თავისებურად ძალიან ისეთი აქვს ბატონ ზერჟოს, ძალიან მაგარი შუშა, ძალიან ისეთი საყვარელი და ასევე თავსახურიც იმდენად ის არის, მყარი არის, რომ თავსახურით შეგიძლიათ უბრალოდ აიღო შიროზე ამას ვერ ვიზღვი, მაგრამ ზერჟოფი, რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ლაქშერი ბრენდია. მანგო, ტროპიკული ხილი, გრილი, ფრეშ, რასაც ქვია, ოღონდ ძალიან ისეთი. ეს არ არის ერბაპურა, მეგობრებო, ეს არ არის ერბაპურას კატეგორია, ხა არ აგერიოთ ერბაპურაში, მაგრამ ერბაპურას ნათესავია, თუმცა ძალიან განსხვავებული დნმ-ის მატარებელი. ანუ მანგო, passion fruit-ი, ასევე სადღაც რაღაცნაირი პიტნის იმასაც მიტოვებს მე პირადად. შთაბეჭდილებას ახლა არც ერთი არომატის პირამიდა არ მაქვს მე გადამოწმებული, ძალიან ექსპრომ ვიღებ ამ ვიდეოს და არ ვარ წინასწარ მომზადებული, ამიტომ გიყვებით აქ ყველაფერს, რასაც მე ამ მომენტში უგრძნობ. მანგო, passion fruit-ი, პიტნა, ეს არის არაჩვეულებრივი ზაფხულის, გაზაფხულის არომატი, ეს არის არაჩვეულებრივი დილის არომატი, ეს არის არაჩვეულებრივი საღამოს ნაკლებად, საღამოსთვის უფრო სხვა არომატები მაქვს მე პირადად ჩემს გარდერობში გადანაწილებული, მაგრამ ეს ჩემთვის არის უფრო დღე, ეს არის დილა, ეს არის რაღაცა აი და მეგობრო, რაც შეეხება შლეივს და ხანგრძლივობას ძალიან ისეთი ხარისხიანი არომატია, თუმცა სიმართლე გითხრათ, ნუ ზერჟოფის სხვა არომატებისგან განსხვავებით, ეს უფრო ნაკლები ის არის, რა ქვია, პერფორმანსის მატარებელი არომატი, ეს უფრო, აი როგორ გითხრათ, 6 საათი და 6 საათის მერე მე პირადად ჭირდება განახლება. ძალიან ახალგაზრდული, ძალიან ისეთი უდარდელი, სიცოცხლით სავსე მზიანი არომატია ქალბატონებო. ჩემთვის არის ქალბატონების არომატი. თუმცა შეუძლია იყოს unisex-იც. ახლა მამაკაცმა თუ ატარა, ძალიან ისეთი ტიპი უნდა იყოს კაცური და ალფა იმის მატარებელი, რომ ამ არომატმა ქალუსია დამანახოს მისი, ახლა მე ძალიან ისეთი ისო არ ადამიანი ყველას პატივს ვწევ, მაგრამ ჩემთვის ალფა მამაკაცად რჩება და დამთავრებულია იქ. ამიტომ ალფა მამაკაცი უნდა იყოს აი ფიზიკურადაც ალფა, რომ თუ ამ არომატს ატარებს,
მე არ დავინახო მასში ქალური ელემენტები, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩემთვის არის ქალური ჰორმონების მატარებელი არომატია, ძალიან ისეთი გოგოშკური, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ჰაეროვანი, აი როცა გაცვია რაღაცა ფარფატა კააბა, რომელსაც ესე ვთქვათ, ქარი გიქრიალებს ყვავილებით სავსე, ან რაღაცა ლაღფერებში, პლაჟი, ასევე, რა ვიცი, ასე აი ამ ვაიბის მატარებელი არომატია, გეხვეწებით დატესტეთ და თქვენი ისიც გამიზიარეთ, ან ვინც იცნობთ უკვე ამ არომატს, თქვენი შთაბეჭდილება გამიზიარეთ, ეს არის აბსოლუტურად მზის, ზაფხულის, გართობის, სილაღის, ახალგაზრდულობის, ჯანსაღი, ასე ვთქვათ, ენერგიის და მინდა რომ მთელი ცხოვრება მქონდეს. მე არ მინდა წარმოვიდგინო დღე, როდესაც მე კრუზდელს სულ 2 არ მექნება. ეს იმდანად არის მაგარი არომატია. ეხლა შემდეგი არომატი არის როჟას იზოლასოლი. არ ვიცი და არ მახსოვს თუ ვისაუბრე ამ არომატზე ჩემს წინა რომელიმე ვიდეოში. თუ ეს არომატი წინა ვიდეოებში მოხსენიებული მაქვს, მეგობრებო, ბოდიშს გიხდით, მაგრამ თუ არ მაქვს მოხსენიებული, ნუ ამ ვიდეოში აუცილებლად უნდა მოვიხსენიო. როჟა არის ძალიან ისეთი წამყვანი ბრიტანული ნიშ ბრენდი, რომელიც საკმაოდ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მაგრამ არაადეკვატური მაღალი ფასები აქვს. ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ როჟას არომატები არ გამოირჩევა ხანგრძლივობით და ძალიან ისეთი დიდი ხნის შლეიფით და სიგიჟეებით, მე ამ ბრენდს ვაყენებ ძალიან ისეთ მეორე ხარისხს. ჩემთვის მეორე ხარისხოვანი ბრენდია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში აღიარებულია როგორც ძალიან მაღალი ხარისხის ნიშ ბრენდი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ როჟას იმებში არც ერთი არომატი არ მიდევს მე შენახული ჩემს სამომავლო შეწყვეტების სიაში, გამიღიმა ბედმა და ნუ ეს არომატი უბრალოდ ბრენდისგან მივიღე საჩუქრად, როდესაც მათ ივენტს დავესწარ. ძალიან მომწონს აი ამ ქილის შეფუთვა, ძალიან ისეთი ის არის, აი ნახეთ როგორი მზიანი საყვარელი, ძალიან ოქროსფერი ნაწერებით, ძალიან ლუქს შეგრძნება აქვს აი ამ ბოტს, მინდა გითხრათ, ასევე ძალიან ძლიერი აქვს თავსახური თავისუფლად შეგიძლიათ დაიჭიროთ ქილა. გარდა ამისა კიდე რა მომწონს არის ის, რომ ამასაც აქვს საშუალება, რომ გადაიმასაკნა რიფილად გამოიყენო, ან შემდეგ სხვა არომატისთვის გამოიყენო, შუშა არის არაჩვეულებრივი რაღაცა ისეთი მაღალი ხარისხის და რაც შეეხება უკვე არომატს, არომატიც არის საკმაოდ ჩემთვის საინტერესო. ესეც არის ზაფხულის არომატი, მეგობრებო, ოღონდ ხა კრუზდელსურ ორისგან განსხვავებით, ეს არის ცოტა სხვანაირი ზაფხულის ვაიბი. ეს არის უკვე მართლა აი ზღვისპირი, ქვიშა, ზაგრისგან დამცავი კრემის არომატი. ეს არის რაღაცა კოქტეილი ზღვაზე. ეს არის აი ზღვა და ზაგარი. აი ზაგარი სადღაც ან ოკეანე, ან ხმელთაშუა ზღვა, ან რაღაცა ისეთი გარემო, სადაც გრძნობ ზღვის სუფთა ჰაერს, ან ეს ზღვის მარილიანი ჰაერი, გარდა ამისა რაღაცა ყვავილების მცენარების სუნიც მოაქვს ქარს, ამ დროს შენ გაჟღენთილი ხარ აი ამ ესეთი ზღვისპირა გარემოთი, შენი მზის დამცავი რაღაცა არაჩვეულებრივი ძვირადღირებული კრემით და აი რაღაცა გემრიელ კოქტეილს მიირთმევ. ძალიან მოუხდება საზღვაო კლუბებს, აი ზღვისპირა კლუბებს, რომელიც ღიაა. ძალიან მოუხდება აი ცეკვა, სილაღე, აი ასეთი გართობის და ცხოვრებით ტკბობის ენერგიის მატარებელი არომატია. შემდეგი, არც ეს არ მახსოვს თუ მოვიხსენიე სხვა ვიდეოში, თუ მოხსენიებული მაქვს ბოდიში გადაახვიეთ, მაგრამ თუ არ მაქვს ფორდის შავი ორქიდეა, მეგობრებო. ესეც ძალიან მომწონს ამის შეფუთვაც, ძალიან ისეთი ქილა აქვს ძვირადღირებული ბატონ ტომს, იგივე გრავიურა აქვს, რაც თავად სრული ვერსიის ქილას, თავსახური ძალიან საიმედოა კი არა და ნახეთ, აი ძალიან ძიმეთი ხსნება, რაც მე მომწონს. და ნუ მოკლედ არის 10 მილilitrიანი შავი ორქიდეა. ეხლა შავი ორქიდეა არის ის არომატი, მეგობრებო, რომელიც დიდი ხანია არსებობს სუნამო მარკეტზე. ძალიან ის არის, რა ქვია, აი ცნობადი არომატია და გაყოფილია საზოგადოება ორად. ან მოსწონს და უყვართ ეს არომატი, ან უბრალოდ ვერ იტანენ, ატანა არ აქვთ ამ არომატის. ეხლა მე ვარ ის ადამიანი, რომელიც შავი ორქიდეას არათუ ორქიდეაზე გიждდება, არამედ ძალიან დიდ პატივს სცემს და რატომ? უბრალოდ დამისახელეთ, შეიძლება მე არ ვიცი.
ხელები ამიწევია, შეიძლება მე მართლა არ ვიცი და ამიტომ მაქვს ეს შთაბეჭდილება, მაგრამ დამისახელით უბრალოდ ის არომატი, რომელსაც შავი ორქიდეა გავს. ან არომატი, რომელიც ასე ვთქვათ, იყო რომელზეც შავი ორქიდეა იყო ინსპირირებული. ანუ ტომ ფორდმა დააკოპირა ვიღაცა. აი დამისახელეთ არომატი, რომელიც არის ამის მსგავსი. ასეთი კომპლექსური და ასეთი აჟიოტაჟის ამტეხი, ну აჟიოტაჟს ძალიან ბევრი სხვა არომატებიც წეხავენ, მაგრამ ჩემთვის ახლა ძალიან სუბიექტური აზრია. იმდენად ორიგინალური, იმდენად განსხვავებული, იმდენად შთამბეჭდა, დაუვიწყარი არომატია და აი, როდესაც შემოგაქვს, აი შემოდიხარ ოთახში, გასწრებს ძალიან ყოველთვის ეს არომატი, ამიტომ ძალიან უნდა იყო თავდაჯერებული, რომ ეს არომატი ატარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არომატი გატარებს შენ. შენ იქნები მისი, ასე ვთქვათ, დამატებითი ვიღაცა და არა ის შენი შემსებელი, ხო, შეგავსოს. შესაბამისად, მეგობრებო, ეს ის არომატია, რომელიც ითხოვს თავდაჯერებულობას. იმიტომ, რომ იმდენად ძლიერია მისი პროექცია, იმდენად ძლიერია მისი სილიაჟი, იმდენად ძლიერია მისი ჟღერადობა ზოგადად, რომ არომატი არის, აი ესე ვთქვათ, დიდი სტეიტმენტის, აი დიდი რაღაცა ძახილის ნიშნის მატარებელია. Unisex არომატია ერთნაირად უხდება როგორც ქალბატონებს, ასევე ბატონებსაც. აი საოცარი არომატია ამ მიმართულებით, ძალიან უხდება ორივე სქეს და აი არის ისეთი შთაბეჭდილების დამტოვებელი, რომ წარმატებული, შემდგარი, თავდაჯერებული, შეურყეველი რაღაცა ბიზნეს ვიღაცა. აი ადამიანი, რომელიც წარმატებით მიუძღვის ცხოვრებას, წარმატებით მიუძღვის საკუთარ საქმეს, არის რაღაცნაირი სულ მოგზაურობაში, სულ ესეთ გავლენიან ადამიანებთან, სულ რაღაცა საქმით არის დაკავებული, სულ შეხვედრები აქვს, სულ ზარები, სულ რაღაც ბიზნესია ეს არომატი ჩემთვის. ბიზნესი. მე ეს არომატი ვერ წარმომიდგენია ფლირტისთვის, რომანტიკისთვის, სიყვარულისთვის. ესეთი იმებისთვის. ვერ წარმოვიდგენია, იმდენად ძლიერია და იმდენად ეგოს მატარებელი არომატია, წმინდა ეგოცენტრული არომატია, ამიტომ ძალიან მოხდება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძალიან მაღალი თვითშეფასება აქვს, რომ ამ არომატის პაემანზე ტარება შეურაცხყოფას მიაყენებს მეორე ადამიანს. იმდენად დომინანტობის და იმდენად, ასე ვთქვათ, მე შენზე უფრო მაგარი ტიპი ვარ ვაიბის მატარებელი არომატი, ამიტომ პაემანზე არ გირჩევთ. ეს არის ისეთი მშვენიერი არომატი, რომელიც მოუხდება კონფერენციებს, სამიტებს, შეხვედრებს, რა ვიცი მე, ბიზნეს მოლაპარაკებებს და ასე შემდეგ. აი ასეთ სიტუაციებში ვიყენებ მე ამას და ასეთი სიტუაციებისთვის წარმომიდგენია მე ეს არომატი, როდესაც გინდა გამოჩნდე boss bitch-ი და როცა გინდა რომ იყო აი ხმამაღალი, როცა ხას უსვამ შენს უპირატესობას და აი უბნები ყველას რომ ჩემთან ხუმრობა არ გამოგივათ, მე მაგარი ისეთი ჯიგარი ტიპი ვარ და ну ამის თქმა სიტყვიერად არ დაგჭირდებათ ეს ისევ თავისი სიტყვის ყველაფერს. État libre d'orange, me prend rose არ ვლაპარაკობ, ამიტომ sorry. მაგრამ ეს არის état libre d'orange. ეხლა აქედან ნახეთ რა დააკოპირეთ, ან დაგიწერთ. იცნობთ იმედი მაქვს ამ ბრენდს და სუნამოს სახელი არის like this. მეგობრებო, ეს უკვე არის სულ სხვა ვაიბი. ეს არის შემოდგომა, ეს არის აი გარეთ რო სუსხია, წვიმს, ცივა, ქარია და შენ რო შიგნით რაღაცა კომფორტულად ხარ მოკალათებული და აი ჩაი ლატეს მიირთმევ, რაღაცა წიგნს კითხულობ. ეს არის კომფორტი, ეს არის განმარტოება, ეს არის სულის სიმშვიდე. ეს არის ძალიან ფემინური არომატია, ძალიან მამაკაცებზე ვერ წარმომიდგენია ისევ ძალიან ქალური. აი დედობრივი სითბო, ან შენ თვითონ რო ხარ ძალიან ესეთი ნაზი ქალბატონი, ფემინური, რომელიც კომფორტულად, ძალიან ისე მორგებული ხარ შენს სახლის გარემოს, ძალიან ისე სიმშვიდეს ეძებ, წიგნის წაკითხვა გინდა, ან უბრალოდ დასვენება გინდა, ფილმს უყურებ, მეგობრები გყავს სახლში, მოწვეული რაღაც სახლის ისეთი კუსკუსური ფართია. ასევე ძალიან უკვე ზრდასრული არომატია თინეიჯერებს. მე მგონი არ მოუხდებათ ეს არომატი არანაირად, ეს უფრო 30 პლუსი ჩვენი არომატია. ქალბატონებო, მაგრამ ძალიან
ისეთი აი იდუმალებით სავსე. ძალიან იდუმალი, ძალიან აი რო ვერ იტყვი, ერთი სიტყვით რო ვერ დაახასიათო. სხვათა შორის სანამ მე ამ არომატს შევიძენდი, სულ მომწონდა, მაგრამ სულ გადამქონდა შემდეგზე. მახსოვს ტესტერი ავიღე და შევისხაპუნე და შევხვდი იმ დღეს ძალიან ბევრი მეგობარს და ესეთ ადამიანს ხო, ნაცნობებს. ყველას ვკითხე, აი რას გრძნობთ ახლა ჩემი არომატისგან და ყველასგან მივიღე აბსოლუტურად განსხვავებული უკავშირი. ზოგს ძალიან მოეწონა და ის და ცხვირებით მომზდევდნენ, ზოგმა თქვა რომ ძალიან ბებრული არომატიაო და ვერ ვხედავო შენო ამ არომატში, ზოგმა მითხრა ძალიან იდუმალი არომატია და პირიქით კიდევ უფრო ისეც ხდისო შენო, ანუ საინტერესოსო. იმდენად განსხვავებული იყო ფიდბექები, ანუ უკავშირები მეგობრებო, რომ ეს არ არის ის არომატი, რომელიც არის მას მარკეტისთვის, ეს არის განსაკუთრებული ხასიათისთვის, განსაკუთრებული შემთხვევისთვის, განსაკუთრებული გარემოსთვის. მეგობრებო, აქვს გოგრა, ჯანჯაფილი და კიდე სხვადასხვა მცენარეების არომატი. ასე წარმოიდგინეთ გოგრა და ჯანჯაფილი ერთად. ძალიან მაგარი არომატია. Guidance არის გადასხმული. ეს არ არის ბრენდის ოფიციალური სამგზავრო ვერსია, ეს უბრალოდ შევიძინე გადასხმული ფორმით. ანუ გადავასხმევინე 10 მილილიტრი. ვოი, ვინც Guidance არის ეს? ეს არის ატომური ბომბი. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არომატი სოფლიოში, არათუ ჩემს კოლექციაში, სოფლიოში. საოცრად დიდი გამყოლობით, ყველას არ მოსწონს და არ უყვარს. ეს არ არის ის არომატი, რომელიც ყველას მოეწონება, მაგრამ ძალიან ბევრს მოსწონს. მამაკაცებისგან და ქალბატონებისგან მე ამ არომატზე ყოველთვის ხებულობ შეკითხვას ან კომპლიმენტს. ეს რა არომატია, ან რა კაი არომატის ანუ ეს აქცდისო, ხო? ძალიან ძლიერი არომატია, მეგობრებო, ერთი ან ორი შესრულება მე მყოფნის მთელი დღის განმავლობაში, რომ ვიყო ამ არომატით შემოფარგლული, ესე ვთქვათ, მასავით შემოხვეული. საოცრად დიდი სილიაჟი აქვს, საოცრად დიდი პერფორმანსი აქვს და მე პირადად როგორ აღვიქვამ ახლა ამ არომატს. ძალიან ასევე დერსკი, ძალიან დერსკი არომატია. ძალიან ქალური, თავდაჯერებული, დიდრული, რომანტიკული, სადღაც ეროტიკულიც. ეს უკვე ის არომატია, რომელიც ნაკლებად გამოადგება ბიზნეს სექტორს და უფრო პირადული მიმართულებით არის კარგი. აიმნები შთაბეჭდილების მოხდენა თუ გინდათ მამაკაცზე პირველად ხო ქალბატონებო, იარაღი. ეგრევე. ძალიან ისეთი დაუვიწყარი არომატია. ძალიან დიდი ხანი რჩება მეხსიერებაში, ძალიან დიდი ხანი. ასევე მარტივად შეიძლება ამ არომატით თქვენი ამოცნობა საზოგადოებაში. აი თუ მაგალითად სადღაც ივენტზე მიდიხართ და თქვენ ატარებთ ამ არომატს, ძალიან ბევრში მარტივად შეიძლება თქვენი ამოცნობა. იმიტომ რომ ძალიან ისეთი ხმამაღალი არომატია, ესეც ისევე როგორც Tom Ford-ი წინ მიგიძღვით თქვენ და თუ თქვენ არ გაქვთ იმ დღეს განწყობა, თავდაჯერებულობა და რაღაცა მაღალ მებზე, არ ატაროთ ეს არომატი, იმიტომ რომ არომატი გატარებთ მე თქვენ. ამას სჭირდება მოვლილი, ამას სჭირდება თავდაჯერებული თვითპრეზენტაცია, რომ რაღაცა რეზონანსში იმაში არ შეხვიდეთ ერთ არომატთან და თქვენ თუ იმ დღეს კარგად არ გამოიყურებით, თუ არ ხართ თქვენი მაქსიმალური მე, თუ არ ხართ მაგარ ხასიათზე და არ ხართ მზად მთელი სამყარო დაიმორჩილოთ და დაიპყროთ, მაშინ ამ არომატს არ გირჩევთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ესეთი არომატია. ვნებიანი, ქალური, შთამბეჭდავი, დაუვიწყარი, ძალიან ესეთი. არომატს რაც შეეხება დახასიათებას არის დიდი ნაზავია, ესეც დიდი პირამიდა აქვს, დიდი კომპლექსურისაა, თუმცა არის გემრიელი და უფრო ტკბილი კატეგორიის არომატია, ვიდრე ასე ვთქვათ, ფრეში. საოცრებაა ჩემთვის Guidance-ი, მე დავტესტე ასევე მეორე ვერსია Guidance-ის 46 თუ რა ეძახიან, ახალი ვერსია რო გამოვიდა, მაგრამ მე ეს ორიგინალური ვერსია მირჩევნია მეგობრებო, იმიტომ რომ იმაში თხილის არომატია. ამაში არის თხილი. ერთ-ერთი წამყვანი ეს არის ნოტა გემრიელი თხილის
არომატია ხილთან ერთად. ხილი, თხილი და სადღაც კიდევ ფრეშ ნოტები ვანილასთან ერთად. საოცრებაა და იქ თხილის არომატი მეორე იმაში გაიდენს 46-ში დამაკლდა უფრო თითქოს და ჩაყვანილი ყავთ თხილი ქვედა იმაზე და სიფრეში მომატებული აქვს სიფრეშზე. ამიტომ ის ორიგინალურობა, ის განსხვავებულობა და ის რაღაცა შთამბეჭდავობა და დაუვიწყარობა, რასაც თხილი აძლევს ამ არომატს გაიდენს ის ორიგინალს, იმაში ვერ დავინახე და ამიტომ ჩემთვის ეს სხვათა შორის იმისი ხანგრძლივობა და ხარისხი არაფერში აღარ გვჭირდება, მაშინ როდესაც ეს უკვე არის ატომური ბომბი, მეგობრებო, მთელს ნახევარ კონტინენტს დააჩოქებს და მიწასთან გაასწორებს, ისეთი ძალა აქვს ამას და ის ახლა ჩემთვის არის როგორ რაღაცა, იცი, კიდე რაღაც უფრო მეტი მარკეტინგული სვლა იყო ბრენდისგან, იმიტომ რომ ჩემი აზრით არ უჭირდებოდა, მაგრამ არის ძალიან ბევრი ისეთი ქალბატონი, რომელსაც ის ვერსია ურჩევნია ამ ვერსიას, მაგრამ მე ღმერთმა დამიფაროს ეს მოიღონ თხილი, ძალიან ისეთი აქვს. ძალიან ბნებიანია, ძალიან ორიგინალური, არავის არ გავს, განსხვავებული ქალბატონია, თავდაჯერებულია, მოვლილია, აწიკწიკებული, წარმატებული და დაუვიწყარი. აი ეს არის გაიდენსი ჩემთვის პირადად, მეგობრებო. და არის ესეთი ერთ-ერთი ჯერადღერებული არომატია, თუმცა ეს 10 მმ მე დიდი ხანი მყოფნის, იმიტომ რომ ფშიკ და всё, მთელი დღე მზად ვარ უკვე. დღის მთელი დღე მყოფნის ორი ფშიკი, ეს არის ძალიან საიმედო არომატი, რომლის იმედი ყოველთვის მაქვს, როცა მჭირდება ასეთი ძლიერი პერფორმანსი. იმედი მაქვს საინტერესო იყო, დამიწერეთ აუცილებლად, რომელი არომატები გაგაჩნიათ ამ ნუსხა დღეს რაც მე შემოგთავაზებთ, რომლებიც იცნობთ ან არ იცნობთ, რომელმა დაგაინტერესათ და ასევე დამიწერეთ ის არომატები, რომლებიც თქვენთვის არის ასევე ახალი თქვენს კოლექციაში. გთხოვთ, გამიზიარეთ უკავშირი. მომავალ შეხვედრამდე და ძალიან გემრიელ არომატულ დღეს გისურვებთ.